მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ. დღეს ვისაუბრებთ სინუსიტის შესახებ, სინუსიტის სიმპტომები, როგორ ამოვიცნოთ და როგორ უმკურნალოთ. თავიდან ვთქვათ, რა არის სინუსიტი? სინუსიტი არის ჩვენი ცხვირის გარშემო გვაქვს რამდენიმე ღრუ და ამ ღრუების ანთება. ახლა ეს ღრუები რაში გვჭირდება და სად გვაქვს საერთოდ? სულ 4 წყვილი ღრუ გვაქვს, 4 აქეთ, 4 იქით, სამხრეთ და მეორე მხარეს. ორი ესეთი სინუსი ღრუ გვაქვს შუბლზე, ორი გვაქვს ლოყების უკან, ორი გვაქვს თვალებს შორის და ორიც ცხვირის უკან. ეხლა რაში გვჭირდება ეს სინუსები? ერთი ჰაერი ტრიალებს მან და ჰაერი თბება და ტენიანდება, მნიშვნელოვანი. მეორე არის, რომ თავის ქალას ამსუბუქებს ეს ღრუები, იმიტომ რომ ძლით რო იყოს ამოსებული, ბევრად მძიმე იქნებოდა ჩვენი თავი. და მესამე მიზეზი არის, როგორც შოკის აბსორბერი, ანუ თუ კი ადამიანს ტრავმა მოსდის, შოკს ამცირებს, დარტყმის ძალას ამცირებს ის, რომ აქ ჩვენ ღრუები გვაქვს და იცავს ჯამში თავის ქალას უფრო მეტად. ახლა ვთქვათ ტოპ 5 ნიშანი, რაც ახასიათებს სინუსის. ყველაზე მთავარი ნიშანი არის ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება სახეში, შუბლის არეში, ლოყების უკან, ან ცხვირის უკან, ან თვალებს შორის. აი ეს ზეწოლის და ტკივილის შეგრძნება 90% შემთხვევაშია თითქმის, ვისაც აქვს სინუსიტი, ანუ თუ ადამიანს სინუსიტი აქვს, მოკლედ სახის ტკივილი აქვს უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ გადაიხრება, ადამიანი გრძნობს ზეწოლის წნევის შეგრძნებას. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი, რომელიც თითქმის 80% შემთხვევაში ასევე არის ცხვირის ღრუში შეგუბება. მესამე ყველაზე ხშირი ნიშანი არის ჩამონადენი ცხვირიდან, უმეტესად არის უფრო სქელი, მოყვითალო, მომწვანო, შეიძლება იყოს გამჭვირვალეც თუ ვირუსულია, თუმცა თუ ბაქტერიულია და თუ ქრონიკულია, მით უმეტეს ჩამონადენი არის სქელი, მოყვითალო და მომწვანო ფერის. მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი არის თავის ტკივილი, მეხუთე ყველაზე ხშირი მიზეზი არის სიცხე. სიცხე უმეტესად როცა უფრო სერიოზული მდგომარეობა მაშინ ახასიათებს ხოლმე და როდესაც ბაქტერიული სინუსიტია, შეიძლება დაღლილობა და ყნოსვის დაკარგვაც, მაგრამ შედარებით უფრო იშვიათ შემთხვევებშია ეს. ახლა ვთქვათ მიზეზების შესახებ. 90% შემთხვევაში სინუსიტს იწვევს ვირუსები, ვირუსული ინფექცია, რომელიც უმეტესად 10 დღის ფარგლებში გადის თავისით და არაფერი განსაკუთრებული არ ჭირდება, ანუ ადამიანის უმეტესობა სინუსიტისგან გამოჯამრთელდება თავისით 10 დღის განმავლობაში. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის ბაქტერიული ინფექცია. ბაქტერიული ინფექცია მაშინ არის, როდესაც უმეტესად 10 დღეზე მეტხანს გრძელდება და უმეტესად ეს ვირუსული ინფექცია გართულდება ხოლმე ბაქტერიული ინფექციით. და მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი არის სოკოვანი ინფექცია. სოკოვანი ინფექცია უფრო მეტად ხშირია იმ ადამიანებში, ვისაც იმუნიტეტი აქვს თუ დასუსტებული, მაგალითად დიაბეტიან ადამიანებში, ან ადამიანები, რომლებიც იმუნოსუპრესიას გადიან სხვა დაავადებების გამო, იმუნიტეტს რო უთრგუნავენ, მაგალითად კორტიკოსტეროიდებით, ან აი ინფექციის დროს, ან სოკოვანი მოკლედ ბევრად იშვიათია. თუ სინუსიტი გრძელდება 12 კვირაზე მეტ ხანს, მას ქრონიკული ქვია. ქრონიკული სინუსიტის შემთხვევაში სურათია შებრუნებული, თუ მაგალითად მწვავე სინუსიტის დროს, როცა თქვათ 10 დღის ფარგლებში გრძელდება სინუსიტის სიმპტომები, მაშინ ვირუსები იწვევს უმეტესად. ქრონიკულის დროს პირიქით ბაქტერიები იწვევს, ანუ ბაქტერიებია მთავარი გამომწვევი 70% შემთხვევაში. 10-დან 20%-მდე უფრო ალერგიულია, განსაკუთრებით ალერგიული რინიტი, ასთმა, ვისაც აქვს ამ ადამიანებს ემართებათ და დაახლოებით 5% შემთხვევაში არის სოკოები იწვევს, ან ვირუსები იწვევს, ან ქრონიკული სინუსიტის შემთხვევები იშვიათია რომ იყოს ვირუსული, უმეტესად არის ან ბაქტერიული, ან ალერგიული. ახლა ვთქვათ მკურნალობა, როგორ უმკურნალოთ.
მკურნალობა უმეტესად წარმატებულია, ვირუსული უმეტესად თავისით იმკურნება, თუმცა შესაძლებელია და საჭიროც არის ზოგჯერ მკურნალობა, მაგალითად ცხვირის წვეთები ოქსიმეტაზოლინი, თითო ნესტოში 2 შესხურება 2-ჯერ დღეში, 5 დღის განმავლობაში, ეგ არის ხოლმე სტანდარტული დოზირება, ოღონდ 5 დღეზე მეტი ოქსიმეტაზოლინის გამოყენება არ შეიძლება, ვინაიდან მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები შეიძლება ქონდეს, შეშუა შეიძლება გამოიწვიოს და პირიქით მედიკამენტოზური რინიტი შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ არ შეიძლება ოქსიმეტაზოლინის დიდხანს გამოყენება. ორალურად ფსევდოეფედრინი შესაძლებელია ასევე და ინტრანაზალურ ცხვირში ისევ შესაძლებლები არის კორტიკოსტეროიდები, ფლუტიკაზონი, მაგალითად მომეტაზონი. ესენი თუ კი უფრო ალერგიული, მაგალითად თუ ადამიანი უფრო ალერგიულია, აი მაგალითად ალერგიული რინიტი აქვს, ზოგადად ასთმა აქვს იცის, ესეც დროს ცხვირის კორტიკოსტეროიდები ეხმარება, რომ სიმპტომები შემცირდეს. ანტიბიოტიკები როგორც წესი არ ინიშნება, როცა ვირუსული სინუსიტია და სხვა შორის ძალიან დიდი შეცდომაა მედიცინაში ეგ, რომ უმეტესობა ანტიბიოტიკის დანიშვნის, არასწორად დანიშვნის შემთხვევებით ძალიან დიდი პროცენტი მოდის სინუსიტზე. ნიშნავენ ხოლმე ექიმები მაშინვე და უმეტესად აზრი არ აქვს. პირიქით, თუ კი გრძელდება სინუსი 10 დღეზე მეტ ხანს, მაშინ არის შანსი, რომ იყოს ბაქტერიული და მაშინ არის შანსი, რომ ანტიბიოტიკებს ეფექტი ჰქონდეთ. თორე იმ 10 დღემდე პირველი 10 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკები რომც დანიშნოს ადამიანმა ჯერ ერთი ეფექტი არ ექნება და მეორეს ერთი კიდე ანტიბიოტიკების გადამეტებული მოხმარება იქნება, რაც ასევე არასწორია. ამიტომ ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინაა საჭირო თუ ბაქტერიულია სინუსიტი და ისიც როგორც წესი ვირუსული დაახლოებით 10 დღე რომ გრძელდება, მის მერე რთულდება ხოლმე როგორც წესი ბაქტერიულით, იშვიათად რომ პირდაპირ ბაქტერიულით დაიწყოს თუ არ არის ქრონიკული შემთხვევა. რაც შეეხება ანტიბიოტიკებიდან, ყველაზე ხშირად გამოიყენება ამოქსაცილინ კლაულინატის კომბინაცია, 775 მგ-იანი არის ხოლმე ეს ამოქსაცილინი და 125-იანი კლაულინატი. 2-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, როგორც წესი, ეფექტურია, თუ ადამიანს ალერგია აქვს პენიცილინზე, მაშინ დოქსიციკლინი გამოიყენება და ლევოფლოქსაცინი გამოიყენება ხოლმე, იგივე ფლორკვინოლონებს ეძახიან, ან ფტორკვინოლონებს ეძახიან ქართულად ზოგადად დასახელება ჯგუფია ეგ ანტიბიოტიკების, მაგრამ მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად მყესის გაწყვეტა ან ნეიროპათია, ამიტომ ძალიან იშვიათად გამოიყენება. მოკლედ ისიც იმ შემთხვევაში თუ მძიმე შემთხვევაში, მოკლედ ამიტომ ყოველდღიური გამოყენების პრეპარატს არ წარმოადგენს მოკლედ ეს ლევოფლოქსაცინი. ახლა ვთქვათ ქრონიკული სინუსიტის მკურნალობა, როგორ ხდება. პირველ რიგის მკურნალობა მანდ არის ქრონიკულად ან გრძელვადიანად ორალური კორტიკოსტეროიდები, ნაზალური კორტიკოსტეროიდები უბრალოდ შესაძლებელი, მაგალითად ფლუტიკაზონი, მომეტაზონი, ბუდეზონიდი, ეგენი არის, რაც ცხვირის ღრუში ისხურებენ ხანგრძლივად მისაღებად, გვენაკლები გვერდითი ეფექტები აქვს და მაღალი ეფექტურობა აქვს. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს, არის ცხვირის გამორეცხები. ცხვირის გამორეცხვა ნაზალურ ირიგაციას ეძახიან, როგორ ხდება, ანუ ჟღერს როგორც თითქოს მარტივად და უმნიშვნელოდ, მაგრამ რეალურად ცხვირის გამორეცხები ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად ეხმარება იმ ადამიანს, ვისაც ქრონიკული სინუსიტი აქვს, როგორ ხდება ცხვირის გამორეცხვა, ან პატარა ოყნა უნდა იყიდოს ადამიანმა, ან შესაძლებელია ბოთლი, რომელსაც ექნება ის მისაშვალება, რომ მოუჭირო და წყალი გამოასხას მოკლედ და უნდა ავსო ეს სათავსო ან ოყნა პატარა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საბავშვო ოყნები როა და უნდა ავსო მარილწყალით. მარილწყალი ან პირდაპირ ფიზიოლოგიური შეგვიძლია იყიდო აფთიაქში ან სახლის პირობებში ერთი კოზი, ერთი ჩაის კოზი მარილი, ნახევარი ჩაის კოზი სოდა, რო გავურიო 1 ლიტր წყალში, წყალი უნდა იყოს გადადუღებული
ან უნდა იყოს სტერილური წყალი უნდა იყოს მოკლედ და გაურიო და შემდეგ გახსნა უნდა მოათავსო მე ამ სათავსოში და პროცედურა არის ესეთი რომ ნიჟარის წინ უნდა დადგე გადაიხარო წინ თავი ესე გვერდულად უნდა გქონდეს და ზედა ნესტოში უნდა შეიყვანო წყალი მოუჭირო ისე რომ წყალი შეასხას გამოირიეს ხოს უნდა ცხვირისხრო და მეორე ნესტოდან უნდა ჩამოვიდეს ეს წყალი ან უნდა მოიაროს მთელი ცხვირისხრო და მეორე ნესტოდან ჩამოვიდეს და ამ დროს პირით უნდა ისუნთქო რა თქმა უნდა რომ ეს წყალი არ გამოვა ცხვირისუნთქვი ამ დროს თუ არა და გადაგწება სასულეში და ეგ არ უნდა მოხდეს ამიტომ პირით უნდა ისუნთქოთ და ჯერ ერთ ცხვირში ესე გამოვიდეთ კარგად შემდეგ მეორე ნესტოში და დღეში ერთხელ ან ორჯერ ორი დაახლოებით 1 ან 2 კვირის განმავლობაში და საკმაოდ ეფექტურია ადამიანებისთვის, ვისაც მნიშვნელოვანი სიმპტომები აქვს. წყალი უნდა იყოს ნელთვილი, არც ცხელი და არც ცივი. ხო, შესაძლებელია ხანგრძლივადაც, ვისაც ქრონიკულად და ძალიან აწუხებს ხოლმე სინუსიტი, შესაძლებელია რა თქმა უნდა მისი ხანგრძლივად გამოყენება და ხანგრძლივად გამოყენებაც ეფექტურია. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია ანტიბიოტიკები ქრონიკულად მიიღება მაგალითად 3 თვის განმავლობაში მაგალითად 500 მგ-იანი აზიტრომიცინი კვირაში ერთხელ 3 თვის განმავლობაში ეს არის სტანდარტული დოზირება როცა ანტიბიოტიკებია საჭირო და თან ქრონიკული სინუსიტი აქვს ადამიანს აი ეს არის ისი თქმაც მინდოდა ეს არის ძირითადად სინუსიტის მკურნალობა მადლობა რომ მისმენთ მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ლაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ მადლობა ინტერესისთვის